გამარჯობა, ყველას მოგესალმებათ მაია დეიდა. ჩვენი ისტორიის სახელწოდებაა ახლა კი ვხედავ. სამახსოვრო მუხლი კი დაწერილია საქმეების წიგნის მე-9 თავის მე-15 მუხლში, სადაც ვკითხულობთ. ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი. დღევანდელი ისტორიით უნდა ვისწავლოთ, რომ ღვთის სიყვარული ადამიანებს ცვლის. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ ვერაფერს ხედავთ. ირგვლივ წყდიადია. ახლა დღეა თუ ღამეა, მხოლოდ სხვების ნათქვამით იგებთ. 3 დღის განმავლობაში სავლე ვერაფერს ხედავდა. მოდით ბიბლიიდან გავიგოთ, რა მოხდა მე-3 დღის შემდეგ. სავლე ჩუმად იჯდა იუდას სახლში. ის სულაც არ გავდა საშიშს და დიდი გავლენის მქონე ადამიანს. არ გავდა იმ ადამიანს, რომელიც 3 დღის წინ იყო. ახლა ის მშვიდად იჯდა, თავდახრილი იყო და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ლოცვისთვის მიზეზი მას ნამდვილად ჰქონდა. სავლე, რა თქმა უნდა, მიტევებისთვის ლოცულობდა. მისთვის შემაძრწუნებელი იყო იმ ქრისტიანებზე ფიქრი, რომლებსაც თავად სდევნიდა. ის ასევე მადლობას უხდიდა და ადიდებდა უფალს თავისი ხსნისთვის. დამასკოს გზაზე იესოს დანახვის გახსენება კვლავ ამაღელვებელი იყო მისთვის. ის ამ შემთხვევას გონებაში უსასრულოდ განიცდიდა. იუდამ და მისმა ოჯახმა სავლე შესთავაზეს საჭმელი, მაგრამ ის უარს აცხადებდა და ფაქტობრივად არც კი სვამდა. საბოლოოდ, მათ უბრალოდ თავის ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალება მისცეს. ახალი ამბები სწრაფად გავრცელდა დამასკოში. სავლე ჩამოვიდა, სავლე, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი. მორწმუნეებმა გაიგეს, რომ ის მოდიოდა და ახლა უკვე აქ იყო, მაგრამ ითქვა, რომ იუდას სახლში იჯდა. ხმა გავრცელდა, რომ ის რატომღაც დაბრმავდა. ხალხმა შეიტყო, რომ ის ბავშვივით შეიყვანეს ქალაქში. რა თქმა უნდა, რაღაც უცნაური უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა ზუსტად არავინ იცოდა. 3 დღე იყო გასული სავლეს უფალთან შეხვედრიდან. შემდეგ ანანიას, იესოს მიმდევარს, ხილვა ჰქონდა. უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი. იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. ის ახლა იქ არის და ლოცულობს“. სავლე დაბრმავდა, მან უკვე გიხილა ჩვენებაში, ასე რომ წადი მასთან, ილოცე, ხელები დაადე და თვალი აეხილება. ანანია აღელდა და ეს გასაგებიც იყო. „უფალო“, უპასუხა მან, „ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს მორწმუნეებს იერუსალიმში და ახლა იგივე მიზეზით აქ, დამასკოში ჩამოვიდა. მას მღვდელმთავრებისგან აქვს ხელმწიფება, შებორკოს ყველა, ვინც შენ სახელს ახსენებს“. უფალმა დაამშვიდა ანანია: „ნუ ღელავ, წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი და მნიშვნელოვანი დავალება მაქვს მისთვის. სწორედ მან უნდა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე“. ანანია დაემორჩილა ღმერთს და წავიდა. როდესაც სწორი ქუჩის გავლით იუდას სახლისკენ მიემართებოდა, შესაძლოა გარშემო იხედებოდა შიშისგან, თუმცა ირგვლივ სიმშვიდე იყო და ხიფაც არაფერი მოასწავებდა. მისთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რომ ახლა ის უნდა შეხვედროდა მორწმუნეთა სასტიკ მდევნელს, რომელიც, როგორც ღმერთმა თქვა, უკვე მორწმუნე გამხდარიყო. ანანია მიაგნო იუდას სახლს, შევიდა და დაინახა ბრმა სავლე, რომელიც ჩუმად იჯდა და მას ელოდებოდა. ანანიამ ხელები დაადო მას. „ძმაო სავლე“, თქვა მან, „უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმინდით“. უცებ, თითქოს ქერცლი გადასწრაო სავლეს თვალებს და მხედველობა დაუბრუნდა. სავლემ საჭმლის ჭამაც კი არ იჩქარა და მყისვე მოინათლა. დიახ, ღმერთმა მოუხმო სავლეს და ასევე მოუხმო ანანიასაც. ისინი უფალს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდნენ. მეგობრებო, დღეს ღმერთი თქვენს გიხმობთ, რათა მის შესახებ დაამოწმოთ. მიიღებთ ამ მოწვევას.